ბავშვობის მეგობარი მყავს. ვერასდროს ვიფიქრებდი მასთან დაშორებას, თუ გადავწყვეტდი, მაგრამ ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვარ. დაკალს იმდენ შორდები, რომ მას სექსუალური პარტნიორი ჰყავს. მეც 17 წლის გოგო ვარ და ისიც. ჩვენ შორის დაფარული არასოდეს არაფერი ყოფილა. ერთ სკოლაში ვსწავლობთ, ერთ კლასში და ერთად უამრავ დროს ვატარებთ. მეგონა კარგად ვიცნობდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ერთი წლის წინ შეყვარებული ვიყავი. დაკალმა ჩვენს ურთიერთობაზე ყველაფერი იცოდა. ამ სიყვარულს თავისი ჩარჩოები ჰქონდა. არც პაემნებზე დავდიოდი, არც ერთად სეირნობდით. ერთმანეთს სკოლაში ვხვდებოდით და მე ტელეფონთან Facebook-ით ჰქონდა ურთიერთობა. ასე ამდენიმე თვე გაგრძელდა და დავშორდით. რაღაც გაუგებრობა მომხდა ჩვენ შორის და ურთიერთობაც დამთავრდა. იმ პერიოდში ჩემი დაქალი სულ ტყუას მარიგებდა. მეუბნებოდა ბევრს ნუსწერო და ასე შემდეგ. მე კი თვითონ ისეთი რაღაც გააკეთა, რომ შოქში ჩავარდი. წელს სარა მარტაძეკები დაგვეწყებოდა, მითხრა, რომ ბებია მისი სუბნელი ბიჭი შეუყვარდა. რამდენჯერმე გამომიყენა, მშობლებს უთხრა, რომ ვითომ ჩემთან მოდიოდა და მას ხვდებოდა. არაფერი მithქვამს, გაუგედა მისი ისტორიებს წვისმენდი. ამ ზაფხულს თითქმის აღარ მეკონტაქტებოდა. მხოლოდ რამდენჯერმე მომიკითხა, ისიც ზრდილობის გამო. ხან სად ისვენებდა, ხან სად და მას ფოტოების მიხედვით ვიგებდი. სკოლა სანამ დამთავრდებოდა, ჩემთან მოვიდა და მომიხვა, რომ თავის შეყვარებულთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა. ეს არ მესიამოვნა, ძალიან შევწუხდი. კითხე ბიჭმა ზადახმარი ხმარა. დაკალმა კი მითხრა, რომ ის უზომოდ უყვარს და მხოლოდ მასზე ფიქრობს, მხოლოდ მასთან უნდა. ძალიან ვეცადე, მაგრამ ვერაფრით გავიგე. ასე პატარა ასაკში სექსუალური პარტნიორი რატომ უნდა გყავდეს? მართლმუნებს რომ მალე დაქორწინდებიან. იმ ბიჭს თუ დაქორწინება უნდოდა, ჯერ ცოლად მოიყვანა, საყვარლად რატომ გაიხადა? დაკალს თხოვე ახლა მაინც მოსულიყო გონს, მაგრამ თითქოს ტვინი გადაიგეტა. არაფრის ვაგონება სურს, მე სულ ჯგუას მარიგებდა, როცა შეყვარებული ვიყავი. თვითონ კი ერთი სიტყვის მოსმენა არ უნდა. მებუთება და ნერვებს მიშლის. ბოლოს ძალიან ვიკამათეთ და ისე დავშორდით. აღარ მინდა მასთან ურთიერთობა, მით უმეტეს მეგობრობა. არ მივცემ უფლებას ჩემი სახელი გამოიყენოს. მშობლები მოატყუეს, რომ ჩემთან მოდის და სინამდვილეში თავის ბოიფრენდთან შესახვედრად წავიდეს. არც მისი საზიყვარულო ურთიერთობის მოსმენა მაინტერესებს. ჩვენ სხვადასხვა ინტერესები გვაქვს. არც ერთ სიტყვაში არ ვეთანხმები და მასთან რატომღა უნდა ვიმეგობრო. აუცილებლად გამოიწერეთ A-Source-ის YouTube და Facebook არხები მეტი საინტერესო ვიდეოების სანახავად.